ივანიშვილის პოლიცია აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში დაკავა 12 პირი, ძირითადი ეგრეთ წოდებული დარღვევებია გზის გადაკეტვა და პირბადის ტარება. რეჟიმი ცდილობს იყოს ისეთი, როგორად ყოფნაც მას ირაკლი კობახიძემ დაავალა. ნულოვანი თანაგზნობით, ამიტომ დღეს მაგალითად სასამართლო ჰქონდა 71 წლის გაგრიდან დევნილ ქალს აზა ჩალიჩავას. ასევე დაკავებულებს შორის არის პროტესტის 76 წლის მონაწილეც. საქალაქო სასამართლოდან ნანო ჩაკვეტაძე ბოლო ცნობებით. თბილისის საქალაქო სასამართლო დღესაც მოყოლებული შუადღიდან ამ დრომდე არის საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში. ქართული ოცნების მოსამართლეები პროევროპული აქციების მონაწილეებს ერთმანეთის მიყოლებით უშვებენ. საპატიმროში ამ წუთებში მიმდინარეობს კიდევ ერთი მოქალაქის სასამართლო პროცესი. არჩილ გიორგობიანის, ის პროევროპული აქციების ასევე აქტიური მონაწილეა. ის დღეს საკუთარ სახლთან აიყვანეს და მას ედავებიან გზის გადაკეტვას. რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა კიდევ ერთ აქტივისტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ლიზი უბილავა ასევე პატიმრობაში გაუშვა მოსამართლემ. დღეს მოვისმინეთ ასევე გაფრთხილებებით სამი მოქალაქის შემთხვევაში მოსამართლებმა მიიღეს გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაყენებული მოთხოვნების საფუძველზე, რომ ისინი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგნენ ამ შემთხვევაში მოსამართლეები, ხოლო 8 მოქალაქე გაუშვეს პატიმრობაში მოსამართლეებმა. დღეს 10-მდე შეადგინა იმ მოქალაქეების რიცხვმა, რომლებიც მოიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და დააკავეს დღის განმავლობაში სახლთან თუ სამსახურთან. ასევე გეტყვით, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში მოყოლებული იქედან, რაც ქართული ოცნების დრაკონული კანონპროექტები უკვე კანონებად იქცა და ისინი ძალაში შევიდა, მოქალაქეებს მასობრივად აკავებენ საკუთარ სახლთან თუ სამსახურთან პირბადის ტარებისა თუ გზის გადაკეტვის საბაბით.